და პლუს კიდევ ხედავთ, რომ ახალგაზრდობის არც თუ უმნიშვნელო ნაწილი დღეს დადის შეიარაღებული ქუჩებში. ეს კიდე სხვა უბედურებაა და სხვა ტრაგედიაა და აქ კიდე ჩდება კითხვა, როგორ ხდება, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღის შავი ბაზარი არ არის ესე გაკონტროლებული და ესე ადვილად ხელმისაწვდომია სკოლის მოსწავლეების უფროს კლასელებისთვისაც კი. და ყველაფერი, აი ნახეთ რა მინდა ვთქვა, არც ერთი კონფლიქტი, არც ერთი საკითხი აღარ წყდება თითქოს აი ჩვენს დღევანდელობაში სიტყვით. უკვე ყველა გადასულია ძალადობაზე, ძალმომრეობაზე, რაღაცა მუქარაზე და არ ვხედავ მე რომ ეს სიკეთეს მოგვიტანს. როგორ მოგვიტანს? რაღაცა ძალიან ცუდისკენ მივდივართ. ხელისუფალი ზოგადად თავისი ქმედებებით იწვევს რეაქციას. სააკაშვილი გახსნილი ქმედებებით მან უკიდურესი გახსნილება დაბადა ამ ქვეყანაში. კობახიძემ თავისი ქმედებებით უკიდურესი ზიზღი და დაპირისპირება დაბადა ამ ქვეყანაში. ძალიან სუდია, როდესაც ახალგაზრდები, აი დღესაც პლაკატებით განან და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს. ეს ძალიან სუდია და ვერანაირად ვერ იქნება მისასალმებელი. მაგრამ ამის საპირისპიროდ ის რომ აქ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, ვეძებოთ გზა და გზა არ არის რომ მოდი ახლა ყველანი ვცემოთ ესენი. ეს არ არის გზა. იმიტომ რომ ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, კიდევ უფრო მეტ შუღლს. ხელისუფლება არ ეძებს გამოსავალს, კვლავ ვამბობ, რაც კობახიძეს თავრობა, უკიდურესი ზიზღი, უკიდურესი დაპირისპირება, უკიდურესი და დიდი აუტანლობა დაითესა ყველა მხრიდან. ამ კაცმა მოახერხა, რომ მთელი ქვეყნის შიგნით აჩხუბა ერთმანეთს და ჩვენი ქვეყანა აჩხუბა მთელ სოფლიოს. და გრძელდება ეს გზა და არ შეიძლება ამის გაკეთება, არ შეიძლება. სხვა გზაა საპოვნელი ამ ახალგაზრდებთან საუბარი, შეხვედრა, მუშაობა, საჭირო ამას ვერ გააკეთებს ბატონი კობახიძე, მას არა აქვს უნარი რომ ვიღაცა შეხვდეს და საერთო ენა მოძებნოს ახალგაზრდობასთან. აი ნახეთ პროპაგანდაა საჭირო რომ არ შეიძლება ასეთი საუბარი, არ შეიძლება შეურაცხყოფა. ამის პროპაგანდა კი არ მიდის რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა. რომ ეს ქართული აზროვნება არაა, რომ ეს ქართულ ტრადიციებსთან არანაირ შესაბამისობაში არაა, რომ ეს მავნებლობაა საკუთარი თავისაც, არა მარტო სხვისი. ამის ნაცვლად პირიქით ითესება ისევ ზიზღი. და აი ეს არასწორი ქმედებებია. დღესაც აი ხა თავარი თემა ერთ-ერთი არის საინფორმაციო ველზე ახალი მოძრაობა შეიქმნა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდები არიან და სპორტსმენები, მათ შორის ინიციატორები, რომ თუ კი ვინმე შეეხება ჩვენს ისტორიულ გმირებს, ჩვენს ტრადიციებს, ფასეულობებს, ზიანს მიაყენებს, ჩვენ ვიმოქმედებთ და ასე შემდეგ და მიდის განხილვა და გაჩნდა განცდა საზოგადოებაში, რომ აი ბრუნდებით 90-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო კი არ არეგულირებს ასეთ საკითხებს და სათანადო ორგანოები ვთქვათ, არამედ უკვე საჭირო ხდება რაღაცა მოძრაობების შექმნა იმისათვის, რომ იყოს დაცული ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი გზა. ეს არ არის სწორი გზა. ტრადიციებიც უნდა დავიცვათ, ღირებულებებიც უნდა დავიცვათ, ისტორიული გმირებიც უნდა დავიცვათ. ეს უნდა ხდებოდეს სიტყვით, პროპაგანდით, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჯარიმების სისტემით და ჯარიმების მექანიზმებით, მაგრამ აი ამ გზებით. და ეს უნდა ხდებოდეს მუდმივი ლაპარაკით, საუბრით, შეხვედრებით, საერთო ენის ძიებით. ანუ ჩვენ წინ უნდა აღუდგეთ აი იმ ტიპის აგრესიას, როცა ილანძღებიან ეროვნული გვირები და ისტორიის არასწორი მავნე გადააზრება ხდება და პროპაგანდირება და ფაქტობრივად ტყუილის პროპაგანდა ხდება, მაგრამ ამას უნდა ვებრძოლოთ სიტყვით, ამას უნდა ვებრძოლოთ აქეთ პროპაგანდით, საპირისპირო პროპაგანდით, განათლებით, ავტორიტეტების გამოყვანით, შესაბამისი კლიპების და გადაცემების გაკეთებით, ინტერნეტ სივრცეში მუშაობით და ზოგ შემთხვევაში ხშირად შეიძლება ჯარიმებითაც. მაგრამ აქ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირება, ეს არ მიგვიყვანს არანაირ სიკეთემდე.